10 ყველაზე ხშირი ჯარიმა, რის გამოც საქართველოში მძღოლები ჯარიმდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ შენ თავსაც აუცილებლად იპოვე ამ ვიდეოში, ასე რომ მოგვისმინე, უყურე და შემდეგში აღარ დაჯარიმდე. მე-10 ადგილზე სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებაა, რის გამოც მძღოლები 150 ლარით ჯარიმდებიან და საქართველოში არსებული მძღოლების დაახლოებით 4%-ს აქვს მიღებული ეს ჯარიმა. მე პირადად ავტომობილით გადაადგილების დროს შევდივარ ბორბელოს აპლიკაციაში, გადავდივარ რადარზე, ხელს ვაჭერ მგზავრობის დაწყებას და აბსოლუტურად ყველა კამერას ხედავ, რის გამოც ამ მიზეზით ნამდვილად არ დავჯარიმებულ ვარ. მე-9 ადგილზე მსუბუქი ავარიებია, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალებების, ადამიანებისა თუ ნაგებობების დაზიანებას. ჯარიმა კი 250 ლარიდან 1250 ლარამდე მერყეობს. ეს კი მძღოლების 6.3% შემთხვევია. დაჯარიმების მერვე ყველაზე ხშირი მიზეზი მართვის დროს ტელეფონის გამოყენებაა, რომელზეც ჯარიმა 10 ლარია და ჯარიმების 6.5% სწორედ ამაზე მოდის. მე-7 ყველაზე ხშირი მიზეზი ღვედის გამოუყენებლობაა. ამ შემთხვევაში ჯარიმა 40 ლარია და ამ ყველაფერზე მძღოლების 8% ჯარიმდება, რაც ბოლო წლების სტატისტიკასთან მიმართებაში საკმაოდ კლებადი მაჩვენებელია. მე-6 მიზეზი, რის გამოც მძღოლები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან, არის ეგრეთ წოდებულ ავტობუსის ზოლში მოძრაობა, bus lane-ში. ალბათ ბევრი თქვენგანი ასე იცნობს. ჯარიმა ამაზე არის 100 ლარი და მძღოლების 16% შემთხვევია ეს ყველაფერი. სხვადასხვა ქალაქში ძალიან ბევრი კამერაა ისეთი, რომელიც მხოლოდ ამაზე აჯარიმებს. ასე რომ ყურადღებით. მე-5 ყველაზე ხშირი მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილით მოძრაობაა, რის გამოც პირველად 50 ლარი თუ ჯარიმდებით, ხოლო შემდეგ 30 დღის განმავლობაში თუ კიდევ გამოგვიჭირეს 150 ლარი იქნება გადასახდელი. გულისხმობთ ისეთ ავტომობილებს, რომლებსაც ტეხასმოტრი არ აქვთ გავლილი. ამ ყველაფერზე მძღოლების 18% დაჯარიმებულა. მე ეს ჯარიმა ნამდვილად არ მქონი, იმიტომ რომ ბორბელოს აპლიკაციას ვიყენებ, რომელიც ყოველთვის მახსენებს იმ თარიღს, რომ ამ მიზეზით არ დავჯარიმდე. ამ შემთხვევაში ჩემს ავტომობილს 375 დღე აქვს დარჩენილი იქამდე, სანამ ამ მიზეზით დავჯარიმდე. დაჯარიმების მე-4 ყველაზე გავრცელებული მიზეზი ზონალური პარკირების არ გადახდაა. ჯარიმა ამ ყველაფერზე შეიძლება 50 ლარიც იყოს. სხვადასხვა ბორბელოს მომხმარებლების 10%-იც ჯარიმდება ამაზე, თუმცა ძალიან ხშირად განმეორებითი შემთხვევებია. ამ მიზეზით ვაღიარებ, რომ მეც დავჯარიმებულ ვარ. მე-3 ადგილზე ამკრძალავი ნიშნების გაუთვალისწინებლობაა, როგორებიცაა გაჩელება აკრძალულია ან დგომა აკრძალულია. სხვადასხვა ამის გამო მძღოლების 25% ჯარიმდება. ჯარიმა კი 10 ლარია. ამ მიზეზით მე არ დავჯარიმებულ ვარ. მე-2 ადგილს მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნა იკავებს, რის მიზეზით ძალიან ბევრია. მაგალითად, არაშემთხვევის ზოლიდან შეხვევა და კიდევ ძალიან ბევრი ასეთი რამე. მოკლედ, 20 ლარიდან 100 ლარამდე ამ ყველაფრისთვის ჯარიმა, რა თქმა უნდა, სიმძაფრის მიხედვით განსხვავდება ეს ყველაფერი. საქართველოს მძღოლების 51%-ია ამ მიზეზით დაჯარიმებული. ასე რომ, მე მგონი უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ბოლოს, დაჯარიმების ყველაზე გავრცელებული მიზეზი 15 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბება. 15 კმ/სთ-მდე რადგან საპატიოა მძღოლების უმეტესობას გაგვირბის ხოლმე და ცოტათი მეტადაც ვაცილებთ. და იქვე კამერებია. ეს კამერები ბორბელოს აპლიკაცია თუ გაქვს, შენ ნამდვილად არ შეგაწუხებს. ასე რომ ყურადღებით იყავ მომავალში. მძღოლების 65%-ია ამ მიზეზით დაჯარიმებული. ნუ იქნები შენ სამ სიაში. ეხლა გულწრფელად რაც ჩამოვთვალეთ ამ ჯარიმებიდან, დაგვიწერე შენ რა მიზეზით დაჯარიმებულ ხარ. ბოლო ჯარიმა მე ძალიან ბევრი მაქვს.